ალდეჩი მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია 34 წლის ბრალდებული სამართალდამცველებმა თბილისში იმ დროს აიყვანეს, როცა ის მორიგი მსხვერპლის დოვრუშოვების ოჯახის გადარჩენილი წევრის მოსაკლავად მიდიოდა. დაკავების დროს ეჭვმიტანილი ვალტერის პისტოლეტით და ხელყუმბარებით იყო შეიარაღებული. შეგახსენებთ, მკვლელობა ალდეჩი 1 იანვარს მოხდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენებით საკუთარი მეზობლები დოვრუშოვების ოჯახის 2 წევრი მოკლა, მესამე კი დაჭრა. მალე დოვრუშოვი ჯეო ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, მისი მდგომარეობა კვლავაც მძიმეა. ეჭვმიტანელმა განმარტა, რომ კონფლიქტი ოჯახებს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოიქმნა. განსრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში სისხლის სამართლის საქმე 109 მუხლით არის აღსრული. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 1 იანვარია Zastreляли Dovrushovi. 1 იანვარს დოვრუშოვების მთელი ოჯახი ამოხოცეს, ამით ვისინ ფარული ნომრიდან დაურეკეს ჩემცოლს. მე ეს ნომერი გავახსნევინე, მივედი მის ოჯახში და უთხარი, აღარ დარეკო მეთქი. მან მეორედ მაინც გააკეთა. მესამედაც გააკეთა. ჩამოვედი თბილისში, ვიყიდა იარაღი, დაბრუნდი და პირველად მოვკალი ბიჭის მამა. მერე დედა და ხელყუმბარა დაუდე ბიჭს, რომელიც არ მოკვდა. შემდეგ იარაღით მივედი საავადმყოფოში და მინდოდა დაჭრილი ბიჭის მოკლა, რა დროსაც პოლიციამ დამაგავა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის მესამე ნაწილის აქვე პუნქტით, რაც საჯარელი სახით ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.